რა გასწავლა ამ ვარდნა? რეზერვები უნდა კონდეს ყოველთვის. დედაჩემის მეუბნებოდა რომ ძალიან რისკიანი ხარ, ყველაფერი გარის პული გაქვს, ყველაფერი იპოთეკაში გაქვს. დაანებე თავი ბანკებს და ასე შემდეგ და იმ მაშინ მივხვდი რომ თან მესვეუნებოდი რომ დედა შენ არ იცი. მაცადე რა მივიდივარ და აი პირველი კიდევ არ იყო ჩვენთან რეგულაცია. პირველი ან ჩვენთან მარტში ხო დაიკეტა თორცები რა და ჯერ კიდევ იანვარი იყო აზიური პროდუქტების იმპორტი და დისტრიბუცია ერთ-ერთი მარჟიანი იყო და ძალიან ისეთი ტრენდული კატეგორია იყო რა ჩვენ პორტფელში. პირველი დარტყმა ვიგრძენი, როცა ჩინეთიდან ბანი დაედო შემოტანას. ანუ ჩინეთი იქ ხო უფრო ადრეა იქ დაიწყო. უფრო ადრე კი არა იქ დაიწყო რა და შესაბამისად პირველი ეს და აი უცებ ამ ხელა პორტფელში რომ საკმაოდ დიდი მოცულობის ჩინური პროდუქცია იქ გამახსენდა, რომ მე ვეუბნებოდი დედაჩემს რომ შენ არ იცი და რაღაც აი იქ სადღაც ვიგრძენდა. ნუ მე პანდემიის დროს ვიგრძენი რომ ყველაფერი ერთ კალათაში არ უნდა ჩადო და ცოტა დივერსიფიკაცია უნდა გქონდეს.